ბრალდების მხარის რეპლიკა დაიწყო იმით, რომ ბრალდების მხარე მთავარ დამკვეთად ასახელებს უსოიანების ოჯახის წევრს ირაკლი უსოიანს და განმარტა ვრცლად თუ რატო იყო დამკვეთი ირაკლი უსოიანი. ამის საპასუხოდ, რა თქმა უნდა, ბრალდების მხარეს დაცვამ უპასუხა საკმაოდ მყარი არგუმენტები, რომ თუ კი ირაკლი უსოიანი სახელდება მთავარ დამკვეთად, მაშინ ამდენი ხნის განმავლობაში რატომ ერთხელ არ არის რაიმე საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული კონკრეტულად ირაკლი უსოიანთან მიმართებაში. ასევე გაიჟღერა იმ გარემოებამ დაცვის მხარის მიერ, რომ სასამართლოში თუ კი მოსამართლემ განაჩენი უნდა დაადგინოს შეკვეთით მკვლელობისთვის და მთავარ შემკვეთად სახელდება ირაკლი უსოიანზე გამოძიებაც კი არ არის დაწყებული და მაგ შემთხვევაში რითი აპირებს სასამართლო დაასაბუთოს და მთავარ დამკვეთად დაასახელოს ირაკლი უსოიანი. როდესაც არანაირად არც საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული, არც გამოკითხვა ირაკლი უსოიანს და არც მისი ოჯახის წევრები. ამასთან დაკავშირებით ჰქონდა საკმაოდ ვრცელი რეპლიკა ბრალდების მხარეს, რაზედაც დაცვის მხარისგან გაიცა საკმაოდ არგუმენტირებული პასუხი.